როგორც ყოველ დღე ტრადიციულად საზოგადოებრივ მაუწყებელთან ადამიანები ახლაც არიან შეკრებილები, მართავენ ისინი ღია ეთერს, საუბრობენ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რაც ქვეყანაშია და რა თემებზე სასაუბროდაც ითხოვენ ეს ადამიანები საზოგადოებრივი მაუწყებლისგან ღია ეთერის დათმობას, თუმცა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა ამ ადამიანებს ღია ეთერს არ უთმობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ აქ შეკრებილი მოქალაქეები ყველა თანხმდება იმაზე, რომ მათი პროტესტი, რომელიც უკვე 2 თვეზე მეტია მიმდინარეობს, აუცილებლად შედეგს გამოიღებს. მათ შორის დღეს ჩვენ ვიხილეთ 6 საათიანი მოამბე წაიყვანა ამავე გადაცემის პროდიუსერმა მაია ჭუჭულაშვილმა. ეს არის ის ქალბატონი, ის პროდიუსერი, რომელიც იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაუპირისპირდა ვასილ ივანოვ ჩიქოვანს და განაცხადა, რომ ის არ მოამზადებდა იმ გადაცემას, რომ მის წამყვანიც იქნებოდა ვასილ ივანოვ ჩიქოვანი. ჩვენი ინფორმაციით ახლა შეიძლება ითქვას, რომ შიდა ყევებია საზოგადოებრივ მაუწყებელში და არც ერთმა წამყვანმა არ მოისურვა, რომ ვასილ ივანოვ ჩიქოვანის ადგილი დაეკავებია და მათ წაიყვანათ 6 საათიანი მოამბე და ამიტომ იძულებული გახდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა, რომ ამავე გადაცემის პროდიუსერი დაესვათ წამყვანებად. ასევე ვარაუდობენ აქ შეკრებილი მოქალაქეებიც იმასაც, რომ ეს არის მათი პროტესტის ერთგვარი მცირედი გამარჯვებაც იმისა, რომ არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის გარეთ, არამედ შიგნითაც შეაღწია პროტესტის ხმამ და ასე ნელ-ნელა ცდილობს ეს იშლება ახლა საზოგადოებრივი მაუწყებელი და საბოლოოდ ეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მათი მოთხოვნა აუცილებლად იქნება, მათი მიზანი იქნება აუცილებლად მიღწეული და დაუბრუნებენ, როგორც ისინი ამბობენ საზოგადოებრივ მაუწყებელს ხალხს. როგორც გითხარით, ახლა ამ წუთებშიც ღია გარე ეთერი მიმდინარეობს საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ჩვენ დღეს ვეცადეთ, რომ ასევე დავკავშირებოდით პირადად თინეთინ ბერძენიშვილსაც, რომელსგანაც მოგვესმინა პირადად თუ რატომ გახდა აუცილებელი მოამბის 6 საათიანი მოამბის წამყვანად ამავე გადაცემის პროდიუსერი დაესვათ, თუმცა მან არ ჩვენ სატელეფონო ზარებს უპასუხა და არც შეტყობინებებზე გაგვცა პასუხი. ამ დრომდე თავად შესაბამისად არხის პოზიცია არ ვიცით, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით შიგნითაც ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელში გარკვეული შიდა ყევებია, რამაც განაპირობა ის, რომ 6 საათიანი მოამბე bis წაყვანა აიძულეს, იძულებული გახდნენ, რომ მოამბის წამყვანად დაესვათ ამავე არხის პროდიუსერი. ძალიან საინტერესო რამ მოხდა დღეს 6 საათიანი მოამბე არ წაიყვანა არც ერთმა წამყვანმა. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვიხილეთ გადაცემის ის პროდიუსერი, რომელიც გამოვიდა ვასილ ივანოვ ჩიქოვანის წინააღმდეგ. მართალია დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, მაგრამ არსებობს გონებრული ევჭვი, რომ არც ერთმა წამყვანმა არ მოინდომა ამ ადგილის დაკავება და მას თავად მოუწია წამყვანის სავარძელში ჩაჯდომა. მე პირადად ეს მახარებს, ეს მიგვანიშნებს, რომ პროტესტმა შეაღწია თავად ტელევიზიაში. მინიშნებაა ეს ალბათ, მაგრამ აი ესეთი მინიშნება ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს საპროტესტო ტალღის ფარგლებში. პროდიუსერს რომ მიყავს გადაცემა, ესეც ცხადია აჩვენებს, რომ პრინციპში სხვა ადამიანებს არ ჰქონდათ სურვილი ან ვერ შეძლეს ამის გაკეთება, ანუ პროტესტმა შიგნითაც შეაღწია და გარკვეული ყევები არის შიგნით დაწყებული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ეს პროტესტი გავაძლიეროთ. ძალიან მნიშვნელოვანი მგონია ჟურნალისტებს შორის თვითონ სოლიდარობის საკითხი, რასაც ქალბატონი ჭუჭულაშვილი არავლეს მათ შორის ჟურნალისტი კოლეგის მიმართ, რომელიც ამდენი დღეა შიმშილობს, რომელიც ამდენი დღეა თავის ღირსებას იცავს. ამიტომ რა თქმა უნდა ეს ამაზე მეტყველებს, რომ შიდა რყევები არსებობს. ეს კარგად ჩანდა ბორდის ხდომებზე, რომელსაც ვფიქრობ, რომ ფართო საზოგადოებამ ძალიან აქტიურად ადევნა თვალი, ძალიან აქტიურად დაჟინებით, ჯიუტად და თანმიმდევრულად ჩვენ გავაგრძელებთ ამ პროტესტს, სანამ არ მოვიპოვებთ ჩვენ კუთვნილ ხმას საზოგადოებრივ მაუწყებელზე. მგონია, რომ ძალიან თვალსაჩინოა მართლაც ეს პროტესტი, რომელიც თუნდაც გარეთ მიმდინარეობს, რამდენად გულწრფელია, რამდენად მუდმივია და ეს მუხტი შეუძლებელია არ იყოს გადამდები. მაქვს მოლოდინი, რომ სასიკეთოდ წარიმართება პროცესი შიგნითაც და გარეთაც. მოკლედ ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან როგორც გითხარით, კვლავ არის როგორც ყოველდღიურად მოქალაქეები შეკრებილები. ვხედავთ, რომ ისინი ახლა საუბრობენ, ზუსტად ამ წუთებში საუბრობენ მაია ჭუჭულაშვილზეც, რომელმაც დღეს წაიყვანა 6 საათიანი საინფორმაციო გამოშვება მოამბე საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომ შიდა რყევებზე არის საუბარი და ამასაც განიხილავენ. ახლა საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეები ცოტა ხნის წინ ასევე ვხედავდით, რომ ღია ეთერს მართავდნენ ეს მოქალაქეები და ისინი ტრადიციულად როგორც ყოველ დღე მას
შემდეგ რაც აქ თავიანთ სათმოს იტყვიან, კიდევ ერთხელ გააგონებენ ხელმძღვანელობას, რომ ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებენ ბრძოლას, ყოველდღიურ რეჟიმში მოითხოვეს საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, რომ ხალხს დაუთმონ პირდაპირ ეთერი, აი ასეთი ხმაური ცდილობენ, რომ საკუთარი პროტესტის ხმა გააგონონ შენობაში მყოფ მოქალაქეებს და ამის შემდეგ, რაც თავიანთ პროტესტს აქ ადგილას დააფიქსირებენ, ისინი უკვე მსვლელობით მიემართებიან პარლამენტისკენ და ახლაც ეს ადამიანები ცოტა ხანში დაიძრებიან პარლამენტისკენ.